მოგესალმებით, შაბათ საღამოს 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. ევრო 2012 ჩემპიონატის შეჯამება სტუმრებთან ერთად. ესპანეთის ისტორიული გამარჯვება და სხვა გუნდების ფიასკოს მიზეზები. ვახოს ანაიას რეპორტაჟი ფეხბურთის მოყვარულთათვის. ყველაფერი ევრო 2012-ის შესახებ. საფეხბურთო ვარსკვლავებიდან ნამდვილ ვარსკვლავებამდე. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად უკიდეგანო სამყაროში. დაკვირვება ციურ სხეულებზე, ტელესკოპები და ასტრონომები. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია თავისი პრობლემებით, გამოწვევებითა და პერსპექტივით. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. საფეხბურთო ვარსკვლავებიდან გადავინაცვლოთ ნამდვილი ვარსკვლავებისკენ. ჩვენი მომდევნო რეპორტაჟი არის აბასთუმნის ობსერვატორიიდან. გვიყურეთ საინტერესო თემა. ჩვენ ვართ აბასთუმანში და ახლა ამ ადგილიდან საბაგიროდან უნდა ავიდეთ ობსერვატორიამდე. საერთოდ არის სამანქანო გზაც და არის საბაგირო გზა და ჩვენ ავირჩეთ საბაგირო გზა. მოგესალმებით, გამარჯობა. რამდენი მეტრია ობსერვატორიამდე? 785 მეტრია საბაგიროთი. ამ 800 მეტრია სადგურიდან სადგურამდე და სამანქანო გზით არის 20 კილომეტრი. საბაგირო გზა იმითაცაა საინტერესო, რომ მთელი აბასთუმანი თავისი ულამაზესი ბუნებითა და ხედებით ხელის გულზე მოჩანს. ასტროფიზიკური ობსერვატორია, სადაც ჩვენ მივდივართ, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრზე, მთა ყანობილზე მდებარეობს. სულ რამდენიმე წუთი და ჩვენ ადგილზე ვართ. საბაგირო გზით ჩვენ უკვე ამოვედით იმ ადგილამდე, სადაც უკვე იწყება აბასთუმნის ობსერვატორია. რამდენიმე 10 მეტრშია უკვე და ჩვენ შევალთ ობსერვატორიაში. აბასთუმნის ობსერვატორიას დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობი უჭირავს. პირველი ტელესკოპი, რომელიც გვხვდება, ეს 40 სანტიმეტრიანი რეფრაქტორია. სანამ ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოგზაურობას დავიწყებთ და უშუალოდ ტელესკოპებთან მივალთ ახლოს, გადავინაცვლოთ წარსულში და ამ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ისტორიას მოკლედ გავეცნოთ. აბასთუმნის ობსერვატორია 80 წლის გახდა. ობსერვატორია 1922 წელს დაარსდა, მაგრამ მისი ისტორია კიდევ უფრო ადრე იწყება. მე-19 საუკუნის მიწურულს აბასთუმანში სამკურნალოდ ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორის ძმა გიორგი რომანოვი, რომელიც ასტრონომიით იყო გატაცებული. სწორედ გიორგი რომანოვის გადაწყვეტილებითა და ცნობილი რუსი მეცნიერის, ასტრონომ სერგეი გლაზენაპის დახმარებით, აქ პირველ ობსერვატორიას ჩაეყარა საფუძველი. პირველი ტელესკოპი, ეგრეთ წოდებული გლაზენაპის კოშკი, დღესაც დგას. აბასთუმანი საქართველოსთვის უნიკალური ადგილია. ბევრ ცნობილ მსოფლიო დონის მეცნიერს აღუნიშნავს ამ ადგილის უპირატესობა. ობსერვატორიისთვის უმნიშვნელოვანესია ხელსაყრელი ასტროკლიმატი, ანუ ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა და ხშირი უღრუბლო ამინდი. ამ პირობებით კი აბასთუმანი გამორჩეულია და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად აქ შესანიშნავი პირობებია. გიორგი რომანოვისა და სერგეი გლაზენაპის ობსერვატორიამ სულ რამდენიმე წელიწადს იარსება. 1922 წლამდე, სანამ აბასთუმანში ობსერვატორია როგორც სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება დაარსდებოდა, ჯერ მეფის რუსეთში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში ბევრი რამ უნდა მომხდარიყო. იქამდე ჯერ დიდი დრო იყო. ეს ასტრონომი ბორის ნუმეროვია, რომელმაც ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტი დააარსა. ნუმეროვმა დიდი წვლილი შეიტანა 1922 წელს აბასთუმნის ობსერვატორიის შექმნაში. საბჭოთა კავშირში ეს პირველი სამთო ობსერვატორია იყო. მოგვიანებით 1927 წელს დიდი რეპრესიების დროს, როგორც მაშინ ხშირად ხდებოდა ჯაშუშობის ბრალდებით, ეს გამოჩენილი მეცნიერის დახვრიტეს. სწორედ ამ რუსი მეცნიერის ასპირანტი იყო ევგენი ხარაძე, რომელიც სულ რაღაც 24 წლის ასაკში აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორად დაინიშნა. მას შემდეგ 1932 წლიდან მოყოლებული 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიას ევგენი ხარაძე ხელმძღვანელობდა. ამ ნიჭიერი ორგანიზატორის ხელში ობსერვატორიამ თავისი განვითარების საინტერესო გზა დაიწყო. ახლა ჩვენ ვუბრუნდებით დღევანდელობას და ვესტუმრებით პირველ შენობას, რომელიც ობსერვატორიის ტერიტორიაზე გვხვდება. ჩვენ უნდა ვნახოთ 40 სანტიმეტრიანი რეფრაქტორი. შენობა 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამით გარემონტდა. ჩვენ უკვე ამ შენობის ყველაზე მიმზიდველ ადგილზე ვართ. 40 სანტიმეტრიანი რეფრაქტორი, ეს ლინზიანი ტელესკოპი აქ ობსერვატორიის დაარსებიდან ცოტა ხანში დადგეს. ეს სავარსკვლავო ტელესკოპია.
ვარსკვლავებზე დაკვირვებას ჩვენ საღამოს შევუდგებით, უკვე სულ სხვა ტელესკოპზე. ახლა კი ობსერვატორიის ხელმძღვანელი მაია თოდუა ტელესკოპის გამოყენების პრინციპებს გვიხსნის. ამ შენობას ჩვენ მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით, რადგან ტელესკოპის გარდა აქ კიდევ ბევრი რამ უნდა ვნახოთ. დავათვალიერებთ მუზეუმსა და ევგენი ხარაძისა და ასევე ცნობილი ასტრონომის მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებს. აბასთუმნის ობსერვატორიას 90-იანებში უმძიმესი წლები დაუდგა. ამ წლების კვალი აქ დღესაც ძლიერ იგრძნობა. მართალია ობსერვატორიის თანამშრომელთა დამსახურებით ტელესკოპები გაძარცვას გადაურჩა, მაგრამ ინფრასტრუქტურა განახლებასა და რემონტს, ოპტიკური ტექნიკა კი მუდმივ მოდერნიზაციას მოითხოვს. აბა მომიყევით რა დანადგარია ეს და აქ რა არის შესაძლებელი? ეს არის ტელესკოპის სამართავი პუნქტი. რომელიც დამონდეს ფაქტურად დაპროექტებული იქნა 1960-იან წლებში. ტელესკოპი დადგეს 78 წელს, ფაქტურად რამდენი დრო გავიდა მათ თქვენ უკვე მოგეხსენებათ. მთლიანობაში ეს ყველაფერი არის წყობიდან გამოსული. გაკეთების შედეგა რეაბილიტაცია ელექტრონულ ნაწილსა. აი ჩამოსული ჩეხეთ როცა იქნა ჩვენთან ჩამოსული ფირმის წარმომადგენლები, მათ მითხრეს რომ ყველაფერი ამას გადადებენ გვერდზე, გადაწყრიან, შეათრობ თქვათ და პატარა დაფაზე იქნება მთლიანი მოწყობილება დამონტაჟებული. და საიდანაც ხდება ტელესკოპის მართვა. რაც ჩვენ ნახეთ და მარტო ეს ნაწილი კი არა, დაბლა კიდე ოთახებში გვას, მთლიანი ოთახი უკავია. აი ეს ყველაფერი მოთავსებულია პატარა დაფაზე. კვლევარი შოთა ინასარიძე მოდერნიზების აუცილებლობაზე გვესაუბრება. ამ შენობაში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპია განლაგებული, რომელიც დღეს თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ტელესკოპი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ახლა ეს არის 111, ასევე ძახით ამ ტელესკოპი 125 სანტიმეტრიანი რიჩიკლეტიანი ტელესკოპი. ამ ტელესკოპის საშუალებით ვაკვირდებით დედამიწასთან მოახლოებით ასტეროიდებს. ჩვენ დროის ნებისმიერ მომენტსაც უნდა ვიცოდეთ ასტეროიდის მდებარეობა ცაზე. რატომ გვჭირდება მაინც და მაინც ასტეროიდების დაკვირვება დღეობით? 1200 ასტეროიდიდან სადღაც 29-30 ეს არის მეტნაკლებად უფრო საშიში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროის ნებისმიერ მომენტში მოხდეს მისი წამოსვლა დედამიწის მიმართულებით. მათი წამოსვლა, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იყოს დათვლილი თუ დროის რა მომენტში მოხდება შემოჭრა ჩვენს ატმოსფეროში. შექმნილი ეს ტელესკოპი 1965 წელს დაპროექტებულია, აი მოყოლებული 65 წლიდან დღემდე უკვე ეს ელექტრონიკა უკვე ასე ვთქვათ, განიცადა ცვეთა. გამოვიდა მწყობრიდან. დღეს ჭირდება მას რეაბილიტაცია. ზუსტად ეგ არის ჩვენი პრობლემა ახლა, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება პოტენციალი უნარი, რომ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჩვენი ტელესკოპების მოდერნიზაცია. მათი ელექტრონიკის შეცვლა, ოპტიკის გაუმჯობესება და ახალი ხელსაწყოების დაყენება. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის კვლევებს და ჩვენ დღესაც ვართ ჩართული ძალიან ბევრ საერთაშორისო პროგრამაში. ეს კი საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა, მოვიზიდოთ უცხოელი, დავაინტერესოთ ჩვენი ობსერვატორიით უცხოელი ჩვენი კოლეგები. ცოტა ხნის წინ აბასთუმას ჩეხი სპეციალისტების ჯგუფი ეწვია და ეს ტელესკოპი შეისწავლა. ელექტრონიკის შეცვლასა და აპარატურის გამართვას დაახლოებით 200,000 ევრო სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ტელესკოპი, რაც ჩვენ გვაქვს, იყოს თანამედროვე დონეზე და მასზე შეიძლებაოდეს თანამედროვე კვლევების ჩატარება. აი როგორ შემოგვიდება გულბატი ნახეთ, აი ფრთხილად. უკვე დაღამდა და ვარსკვლავებზე დაკვირვების დროც მოვიდა. ამ ტელესკოპით ასტრონომი გივი ქიმერიძე მუშაობს. ბატონი გივი მუშაობის პრინციპს გვიხსნის. თანამედროვე ასტრონომის მუშაობის პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ათეულობით წლის წინ იყო. პირველი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც შემოვა ობსერვატორიაში, აი ამ ოთახში და ეს აპარატები, რომელიც დახვდება და წარმოდგენა არა აქვს რა არის, აი იქნება აგვიხსნათ. გასაგებია. მართვის პულტია, მართვის პულტის საშუალებით ატყობ თქვენ. ისე როგორც დედამიწაზე არსებობს ყველა ობიექტს თავისი გეოგრაფიული კოორდინატი გააჩნია, ცაზეც
ყველა ობიექტს თავისი კოორდინატები გააჩნია და მოცემული პულტის საშუალებით შეგვიძლია ნებისმიერ ობიექტზე მივმართოთ, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გქონდეს ჩვენ დაყენებული ვარსკვლავიერი დრო. როდესაც ჩვენ მოსახულებას უმეტესობას გონია რატომღაც რომ ასტრონომები მიდიან ტელესკოპთან და აი რას უჭურეთ, სულ მაგას ვეკითხებიან, მაგრამ დღეს ესე ჭოგრიტი და ჭორეტა და რაღაც ასტრონომიაში უკვე მიღებული აღარ არის, რამდენადაც ვიზუალურ დაკვირვებმა თავისი ეპოქა უკვე მაშინ მე-19 საუკუნეში ამოწურეს, როცა გამოჩნდა ფოტოგრაფია. კომპიუტერიზაცია თანამედროვე ასტრონომიის მთავარი პირობაა. ტელესკოპები უკვე სწორედ კომპიუტერით იმართება და საჭირო აღარაა გარეთ ხშირად ყინვაში დგომა. ყველა მონაცემი ახლა კომპიუტერში იყრის თავს და მკვლევარიც ძირითად დროს ოთახში ატარებს. აი შეხედეთ, ეს გადაღებული რამდენი 1, 2, 3, 4, 5, რაღაც 6 თუ 7 კადრია გადაღებული და აი შეხედეთ ცის არის. ატყობთ, ვარსკვლავებს ხედავთ, კაშკაშა ვარსკვლავებიც ჩანს, სუსტი ვარსკვლავებიც, რა მხრივ არის ჩვენი ობსერვატორია, ან მომგებიანი ამ თვალსაზრისით. იმ მხრივ არის მომგებიანი, რომ ეს არ არის ძალიან დიდი ტელესკოპი, რომელიც შეიძლება ისეთ ზოგიერთ ისეთ ამოცანებს დავასაქმოთ, რომელიც არ მოიტყვიან ძალიან ისეთ გადაწყვეტას მოითხოვს ძალიან სუსტ ობიექტებზე და ამ შემთხვევაში ესენი მოცემული ტელესკოპი ასეთ ობიექტზე ძალიან წარმატებით მუშაობს. ძალიან აი ასეთ სიკაშკაშის ობიექტებზე, ჯერჯერობით ესენი აი ძალიან ცნობილია. ეს დამეწიდან რამდენით არის დაშორებული? აი ახლა მოცემული ობიექტი დაშორებულია სადღაც 700-800 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ეს წარმოუდგენლად დიდი მასალა. ხოლო შევადაროთ იმას, რა ქვია, რომ თვითონ სამყაროს კიდემდე არის თვითონ ეს სამყაროს რადიუსი არის 13.5 მილიარდი სინათლის წელი. ვემშვიდობებით ასტრონომ გივი ქიმერიძეს. ჩვენ წინ გველოდება კიდევ ერთი ტელესკოპი. ამისთვის ჯერ უნდა გათენდეს. დღისით კი გავიგებთ, როგორ აკვირდებიან მზეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონოგრაფთან და ამ ყველაფრის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყვება ბატონი ვაჟა, რომელმაც ყველაფერი იცის თუ რა ხდება აქ აი ამ კონკრეტულ შენობაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდი დაბნელებაგარეშე კორონოგრაფის შენობაში, რომლის ლინზის დიამეტრი გახლავთ 53 სანტიმეტრი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორონოგრაფებს შორის. ასეთი კორონოგრაფები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დამზადდა პროფესორ ნიკოლსკის ხელმძღვანელობით, ეს გახლავთ რუსეთში საკმაოდ ცნობილი მეცნიერი და 8 წელი აიგო სულ ასეთი დამზადდა ასეთი კორონოგრაფი. ესე იგი დაკვირვებას ვიწყებთ შემდეგნაირად. პირველ რიგში ხსნით სახურავის კარებს შეიძლება ითქვას. შემდეგ ეს სახურავი მთლიანად გადაადგილდება უკან. ეს მთელი კორპუსი, სახურავის კორპუსი გადადის უკან, რათა ჩვენ შემდეგ მივმართოთ ტელესკოპი მზისკენ. აი აქ გახლავთ ხელოვნური მთვარე, რომლის დიამეტრი ზუსტად ისეთივეა, რასაც იძლევა მთავარი ობიექტივი. ანუ ჩვენ აი ამ ხელოვნურ მთვარეზე მოვათავსებთ მზის გამოსახულებას, რომელიც მისი სარკულის ზედაპირიდან აირეკლება და ამიტომ მილი არ არის დახურული. ისე, რა თქმა უნდა, ეხლა საჭიროა კიდევ ეხლა მსოფლიოში მაგალითად უკვე საკმაოდ დაინერგა ვიწროზოლოვანი ინტერფერენციულ პოლარიზაციული ფილტრები, საკმაოდ ვიწროზოლოვანი. ანუ აი თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ანუ რო განვაზოგადო ზოგადად ტექნიკური მოდერნიზება არის საჭირო. ტექნიკური მოდერნიზებაა საჭირო და მე ალბათ ვიტყოდი კიდევ რომ ახალგაზრდების მეტი მოზიდვა. კარგი, ჩვენ შეგვიძლია ქვევით. დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ჩამოვინაცვლეთ ქვევით და ახლა აქ აგვიხსენით როგორ მას შემდეგ რაც მზეზე მივმართეთ ტელესკოპი, უკვე მზის გამოსახულება, აი ეს ტელესკოპიდან ჩამოდის აქ, დიახ. აი აქ დგას მეორე ბრტყელი სარკე, რომელიც ამ გამოსახულებას მიმართავს ეგრეთ წოდებულ სპექტროგრაფის ჭვრიტისაკენ. აი იმ ოთახში პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ტელესკოპის ნაწილი. აი ეს გახლავთ ტელესკოპის ჭვრიტე,
ანუ ამ სარკიდან სწორად მივხვდი, ან დავაზუსტებ, აქედან ჩამოსული გამოსახულება ხდება აქ და აირეკლება და მოდის სპექტროგრაფის ჭვრიდეზე. დიახ, აქ გვაქვს მართვის პულტი. ვაჩვენოთ ეს კარგად. მართვის პულტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვახდენთ მზის ხელოვნურ დაბნელებას. ანუ ვანაცვლებთ მზეს თვარის მიმართ ხელოვნური. ეს ზუსტად იგივე ეფექტია, მაგალითად, რასაც ჩვენ არა, სამწუხაროდ ხელოვნური ყოველთვის არ იძლევა იმას, რასაც ბუნებრივი. ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ უკვე იქით. დიახ, ეს დიახ. აქედან გამოსახულება. ესე იგი, აქედან გამოსახულება უკვე მიემართება ეგრეთ წოდებულ კოლიმატორის სარკეზე. აი ამას მე ახლა გაგიხსნით. აი აქედან მოდის გამოსახულება ბოდიში. აი ამასაც გავხსნი აქვე. ეს გახლავთ დიფრაქციული მესერი, აი ცოტას თუ დავიღუნებით, აი ნახავთ მთელ სპექტრს, კიდევ უფრო აი აქედან დიახ ფერებს. აქედან მას გამოსახულება მოდის ეგრეთ წოდებულ კოლიმატორის სარკეზე, რომელიც პრაქტიკულად მიმართავს პარალელურ სხივთა კონას დიფრაქციულ მესერზე. სადაც ხდება თეთრი სინათლის, ანუ შედგენილი სინათლის სპექტრად დაშლა. და მთელს ამ ოთახში თლიანად არის მზის სპექტრი იისფერი უბნიდან ინფრაწითელ უბნამდე. აი ამ სპექტრის ნაწილი ხდება აი მეორე სარკეს, რომელსაც ჩვენ უწოდებთ კამერის სარკეს. არა, არ ვართ ეს. ანუ ახლა მე როგორც მივხვდი, დაბნელების გარეშე, ამ ხელოვნური დაბნელების გარეშე არაფერი არ გამოვა. არაფერი არ გამოვა. პრაქტიკულად ჩვენ ვერ დავაკვირდებით ამ ორ ფენას, ქრომოსფეროს და კორონას. პრაქტიკულთან ერთად ასტრონომია დიდ თეორიულ მუშაობასაც მოითხოვს. თანამედროვე ასტრონომისთვის აუცილებელია საერთაშორისო დონეზე გასვლა. კვლევართა სტატიები გავლენიან გამოცემებში უნდა იბეჭდებოდეს. მეცნიერები უნდა მონაწილეობდნენ კონფერენციებში. თუ შევადარებთ იგივე სომხეთის ან აზერბაიჯანის ობსერვატორიებს, აღმოაჩენთ, რომ კონკრეტული ერთი ან მაქსიმუმ ორი მიმართულება ჩვენთან რამოდენიმე არის. ეს კვლევები ახალ მიმდინარეობს, საკმაოდ კარგი შედეგებიც არის მსოფლიო მნიშვნელობის, არსებობს კავშირები. აი პირადად ახლა მე რასაც მიწევს მუშაობა, ეს არის მზის ფიზიკაში. საინტერესო სამუშაოები კავშირთან ერთად, ევროპის ასტრონომიულ საზოგადოებასთან ერთად. მიღებული გრანტით ხდება გაცვლა-გამოცვლა თანამშრომლებისა და მივლინებები. ეს მივლინებები გვეხება ჩვენს პირადად, მე ხვალ მივდივარ ბელგიაში. ასევე მიდიან სტუდენტები ჩვენთან ერთად, ჩვენი მაგისტრანტები, ან პერსპექტივა გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. აი ბოლო წლებს ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და იმ ძველ მასალაზე დაყრდნობით, ასევე ვაჩვენეთ, რომ კლიმატის ცვლილებას, რომელიც ქვედა ატმოსფეროში გლობალური დათბობის სახით გამოიხატება, მოსდევს ზედა ატმოსფეროში გლობალური აციება. ეს ცნობილია და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ აი კავკასიაში ადგილი აქვს ჩრდილოეთის მიმართულების გარიბის გაძლიერებას. აი ეს ვაჩვენეთ ობსერვატორიის მონაცემების საფუძველზე და აი ახლახან ჩვენ შემდეგ სადღაც 6-7 თვის დაგვიანებით არესიბოს ობსერვატორიის მონაცემებითაც აი ამ რეგიონში აჩვენეს, რომ მათაც მსგავსი შედეგი. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სასწავლო ფუნქციაც აქვს. დაწესებულება მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა. 2007 წლიდან კი ილიას უნივერსიტეტთანაა ინტეგრირებული. უნივერსიტეტმა ობსერვატორიაში ინვესტიცია განახორციელა. სასწავლებელში შეიქმნა ასტრონომიის კურსიც. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პროფესიაში ახალი თაობა ფაქტობრივად აღარ მოდიოდა. ასტრონომია საქართველოში არც დღესაა მაღალანაზღაურებადი საქმე, თუმცა ობსერვატორიას ახალგაზრდები თანდათან უბრუნდებიან. ზოგი შეთავსებით სხვა სამსახურში მუშაობს და ცდილობს არც ასტრონომიას მოწყდეს. და რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულებას, გასულ წლებთან შედარებით ვიტყვი, რომ ეს შედარებით გააქტიურდა. სასურველი იქნებოდა ალბათ, რომ მქონდეს თანამედროვე აპარატურა, უფრო უკეთესი ხარისხის ტელესკოპები, რითაც უფრო მეტად სრულყოფილ დაკვირვებას შევძლებდით, მაგრამ დასაწყისისთვის, როდესაც ახალგაზრდა თაობა იწყებს მუშაობას, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ შემდგომ გაუმჯობესოს თავისი საქმიანობა. მივდივართ ბელგიაში რამდენიმე სტუდენტი, უნდა ვიმუშაოთ მზის მონაცემები, უნდა დავამუშავოთ და ეს რაღაც ჩემ პირველი გასვლა საერთოდ ძალიან ნერვიულად დღეს მთელი დღე. ანუ ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ
მზის ატმოსფეროდან მიღებული მონაცემები უნდა დავამუშავოთ და კონკრეტულად მე რაც მეხება ეს არის ატმოსფეროს ქვედა ფენა, რომელსაც ვარაუდობენ, რომ ეს არის მაგნიტური ველის წარმოქმნის არე, იქიდან მიღებული მონაცემებზე უნდა ვიმუშაო და ეს მონაცემები შეუდაროს სხვა სტუდენტების და პროფესორების მიერ დამუშავებულ მონაცემებს, იგივე ატმოსფეროს დამუშავებულ. მათ ახლა უკვე უჩნდებათ გარკვეული პერსპექტივა ობსერვატორიაში მუშაობის უფრო მეტი ვიდრე ჰქონდათ ადრე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. აბას თუმანი საქართველოს საინტერესო და ლამაზ საკურორტო ზონაში მდებარეობს. ობსერვატორია ყოველთვის იწვევდა და დღესაც იწვევს ტურისტების დიდ ინტერესს. აქ ჩამოდიან როგორც საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ასევე სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. ასევე ობსერვატორიის ტერიტორიაზე ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს სასტუმროც. მიუხედავად ამისა, ობსერვატორიის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტელესკოპების მოდერნიზება აუცილებელია. ობსერვატორიას მოპოვებული აქვს გრანტები და ახლა ამ საგრანტო პროგრამებზეც მუშაობს, მაგრამ დაფინანსების გაზრდა ამ დაწესებულებისთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ასტრონომია საკმაოდ ძვირად ღირებული მეცნიერებაა. მას სჭირდება ხელსაწყოები, აპარატურა, ტელესკოპები. ეს კიდევ დიდ დაფინანსებას მოითხოვს. თქვენ მოგეხსენებათ ბოლო წლების განმავლობაში რა მდგომარეობა იყო და ამიტომ ამ ხრივ რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდა. ამ მუზეუმში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ისტორია დეტალურადაა მოთხრობილი. აქაა ტელესკოპების მინი მოდელები. ტურისტები ეცნობიან გამოჩენილი მეცნიერების, მიხეილ ვაშაკიძის, როლან კილაძის, ლუიზა ფიშკოვასა და სხვების აღმოჩენებს. აქვეა ევგენი ხარაძის კაბინეტი. სწორედ ამ ოთახში მუშაობდა ადამიანი, რომელიც ობსერვატორიას 60 წელი ხელმძღვანელობდა. ოთახი დღეს მუზეუმს ეკუთვნის. ასტრონომია მუდმივად ვითარდება. ციურ სხეულებს უკვე სატელიტებიდან აკვირდებიან. დედამიწაზეც დიდი, უახლესი და უმძლავრესი ტელესკოპებია განთავსებული, რომელსაც საქართველო ვერ გაეჯიბრება, მაგრამ აბასთუმნის ობსერვატორიას და მსგავსი შედარებით მცირე მასშტაბის მქონე ტელესკოპებს, რომელიც აქ დგას, თავისი განსაკუთრებული ფუნქცია და დანიშნულება დღესაც აქვს. ასტრონომიის განვითარების დონე არის მაჩვენებელი ქვეყნის განვითარების დონის. ეს ყოველთვის ასე იყო, ცივილიზაციის განვითარება. მაგალითად, როცა ამბობენ, რომ მაიას ტომს ჰქონდა ძალიან განვითარებული, შუმერებს ჰქონდათ ასტრონომია, ეგვიპტელებს, ძველ ბერძნებს, განვითარებულ არაბებს, განვითარებულ ცივილიზაციებს ჰქონდათ განვითარებული ასტრონომია. აბასთუმნის ობსერვატორიაში, როდესაც ამოვა ადამიანი, მან თავი იგრძნოს არა საბჭოთა კავშირისაგან დარჩენილ ნანგრევებში, არამედ ევროპის რომელიმე განვითარებულ მაღალი დონის ობსერვატორიაში. ის რაც დღეს ჩვენს რეპორტაჟში ნახეთ, შეგიძლიათ თავადაც დაგეგმოთ და ესტუმროთ ობსერვატორიას. ტელესკოპებთან მიახლოება და ციურ სხეულებზე დაკვირვება ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ვახოს ანაიას რეპორტაჟი ეთერშია ყოველ შაბათს საღამოს 9 საათზე, ასე რომ გემშვიდობებით ერთი კვირით შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საინტერესო თემებით. ნახვამდის.